კარგი ამბავი სტრასბურგიდან. ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი სარჩელი მარინა ნიკოლოზაშვილის სახელით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ნიკოლოზაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ იპოთეკით დატვირთული ბინიდან გამოსახლება 2022 წელს დაუდგინა. სასამართლომ არ გაიზიარა არც ის გარემოება, რომ ბინა აუქციონზე ნომინალურ ფასად გაყიდა TBC ბანკმა და არც ის, რომ მას და მის შვილებს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა პრინციპში, რომ იპოთეკური სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალემ სადავო ფართი უნდა დათმოს. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ადამიანები, თანაც არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ მიგრანტებიც კი უზრუნველყოფილი არიან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. საქართველოში კი გამოსახლება პოლიციის მიერ ცემატყეპის გარდა ნიშნავს ღია ცის ქვეშ ადამიანების ძაღლებივით დაგდებას, რისი მომსწრეც არაერთხელ გავხდით ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში გამოსახლება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მერვე მუხტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაცული უნდა იქნეს თითოეული ადამიანის საცხოვრისი. სარჩელის განსახილველად მიღება გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია. ამის შემდეგ სასამართლომ უკვე უნდა იმსჯელოს დასაშვებაზე და საქმის მასალები საქართველოს მთავრობას გადაუგზავნოს. რაც თორია ნიკოლოზაშვილის საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, მარინა ნიკოლოზაშვილს, თუ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა, ამ გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად საქართველოში შეჩერდება მთლიანობაში მოვალეების იძულებითი გამოსახლება.